პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია, ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 ნახევარზე, ეთერშია გადაცემა სტუდია ნომერი 8, ტელეპროგრამა სტუდია ნომერი 8, რომლის სამყაროც გახლავართ თქვენი მონამორჩილი თორნიკე კივილაძე, ხოლო ჩემი ტრადიციული სტუმარი კლავინდებურად გახლავთ გეგა ხვედელიძე. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, დღეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში გამომდინარე იქიდან, რომ უნდა დასახელებულიყო მომავალი პატრიარქობის 3 კანდიდატი და მე მინდა ეს გადაცემა სწორედ ამ თემით გავხსნათ. გეგა, ჩვენ ახლა რიგითი ცოდვილები ვართ, ჩვენ ვერ განსაზღვრავთ ვინ იქნება რა თქმა უნდა ქვეყნის პატრიარქი, ამის უფლებამოსილება გააჩნია სინოდს და იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ამ სინოდში შედიან. მაგრამ ჩვენ როგორც რიგითმა მრევლის წევრებმა, რიგითმა მორწმუნეებმა შევაფასოთ დღევანდელი დღე. ამით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ქრისტე აღსდგა. მადლი გიმრავლოთ, წყალობა, უფალმა და ჩვენ სამშობლოს მოანიჭოს მშვიდობა. ეხლა რაც შეეხება დასმოს შეკითხვას და ყველასთვის მეტნაკლებად ყველასთვის მტკივნეულ და საჭიროებო საკითხს პირველ რიგში მინდა ამასთან დაკავშირებით მე ვთქვა, რომ ძალიან ყოლად მიუღებელი, შეურაცმყოფელი, ესე იგი ჩვენი რწმენისთვის და სრულიად მიუღებელი ფორმა და დამოკიდებულება. მე ამაზე სოციალურ ქსელში მქონდა ეს დღეები საუბრები, წერდი და მინდა აქედანაც ვთქვა ეს წინა გადაცემაშიც მეტნაკლებად ესე იგი გაჩეჩილაძის კონტექსტში, ანუ ეგრეთ წოდებული უცნობის კონტექსტში ვისაუბრე მე ამაზე, მაგრამ ეხლა მინდა ცოტა უფრო ფართოდაც ვთქვა, რომ აი ეს დამოკიდებულება, რაც ხალხში იგრძნობა და რაც არის გამოვლენილი ჩვენ საზოგადოებაში, რომ ესე იგი საკრებულოს და საპარლამენტო არჩევნებს რომ დაამგვანა საზოგადოებამ თავის პათოსში და რიტორიკაში საპატრიარქო არჩევნები, ეს ყოლად შეუფერებელი ამ ყველაფრისათვის. რას გულისხმობ ამაში, ხო? ანუ ეს დამოკიდებულება, რომ ესე იგი ვინ არის მოღალატე და ვინ არის მოყვარული ჩვენი აც განსვენებული პატრიარქისა, ვინ არის ეკლესიის მტერი და ვინ მოყვარე და ასე შემდეგ, სინოდის წევრებს შორის, როდესაც ეს განიხილება საზოგადოებაში, იმ კონტექსტში ვის აძლევს ესა თუ ის ეპისკოპოსი ხმას, ესა თუ ის მღვდელმთავარი, რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, აი ამ კონტექსტში როდესაც ხალხი იარლიყების მიწებებას ცდილობს ამა თუ იმ მღვდელმთავრისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ ეს მოღალატეა, ეს მტერია, ამას პატრიარქი არ ყვარებია, ამას ეკლესია და სამშობლო არ ყვარებია და ასე შემდეგ. აი ესეთი საუბრები და ესეთი განხილვები ყოლად დაუშვებელი, ყოლად მიუღებელია, მეტიც ეს არის ძალიან დიდი ცოდვა მე ვფიქრობ და ზოგადად დაუშვებელი დამოკიდებულება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ვისაც გააჩნია რწმენა უფლისა და რწმენა სასუფევლისა. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ და რანაირად წარიმართა, დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვწამს იმის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიაში მოქმედია სულიწმინდა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც დაარსა, რომელმაც თქვა, რომ ესე იგი პეტრე შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეროდიან მას, ხო? ეს ხო არ არის ცარიელი სიტყვები ჩვენთვის, ეს არის ის ჭეშმარიტება, რაც ჩვენ სახარებისეულად გვჯერა და გვწამს, ხო? სულთმოფენობის დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ეკლესია დაფუძნდა, მას შემდეგ სულთმოფენობიდან მოყოლებული, ესე იგი მართლმადიდებლობაში ჩვენს ეკლესიაში, დედა ეკლესიაში მოქმედებს სულიწმინდა. და ეს გადაწყვეტილებებიც მით უფრო როდესაც საუბარი გვაქვს პატრიარქის არჩევაზე, საუბარი გვაქვს ესე დიდ მოვლენებზე, ხო, ყველაფერი ეს ჩვენ გვწამს იმისა, რომ წარმართულია სულიწმინდის მოქმედებით. როგორადაც აი არ უნდა იყოს ჩარეული და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ ვლადიმერ პუტინი იქნება თუ სხვა შეთქმულების თეორიები გვაქვს, ეს რუსეთის კაცია, დასავლეთის კაცია, ბიძინას კაცია, ამის კაცია, იმის კაცია. ყველა ეპისკოპოსი და მთელი მართლმადიდებელი ეკლესია ღვთის ხელშია და ღვთის საიდუმლო განგებულების გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. არსებობს ღვთის ნება და არსებობს ღვთის დაშვება. რაც სამყაროში ხდება, ყველაფერი ხდება ამ ღვთის ნებით, ამ ღვთის დაშვებით და ეს ყოველივე აღასრულებს ღვთის საიდუმლო განგებულებას. ამ განგებულებაში ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუ ეს ღვთის
ან ნებიდან დაშვებით არ მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ერთადერთი რაც გვმართებს და რაც იყო და არის, ესე იგი წმინდა სინოდისა და მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის მოწოდება, ჩვენ გვმართებს ლოცვა. სპეციალური ლოცვაც არის შედგენილი ამისათვის და გამოქვეყნდა და გავრცელდა ინტერნეტშიც მათ შორის ეს ლოცვები, ეს ლოცვის ტექსტი, რომელიც უნდა ილოცოს თითოეულმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და ევედროს უფალს, რომ ღვთისნებისაებრ გამოვლინდეს საქართველოს ეკლესიაში პატრიარქის დადგინება. აი ეს სასწრაფოება თუ ჩვენ გვექნება და თუ ჩვენ უქმად მეტყველების, ამაოდ მეტყველების, იმ ყოველივეზე ლაპარაკის, რაშიც კომპეტენციაც ნაკლები გაგვაჩნია, ზოგადად ინფორმაციულად ვარ შეზღუდულები. აი ამაზე კი არ ვეცადოთ, რომ ჩვენი დაცემული ნების, ესე იგი, განვრცობა მოვახდინოთ საზოგადოებაში. არამედ ვევედროთ უფალს, რომ მისით ყოვლადწმინდა ნება აღსრულდეს და როგორიც არის უფლის ნება, ისეთი გამოვლინდეს და ისე იყოს საქართველოს და მთელი ჩვენი მომავალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გქონდეს მორჩილება, ჩვენ უნდა გქონდეს ლოცვა, ეს არის უმთავრესი. ეხლა დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ ის კანდიდატთა პროცენტული განაწილება, ხო? ესეც მე მწამს, რომ ღვთის განგებით რაღაცა ჩვენ ღმერთმა დაგვანახა. მიტროპოლიტი შიო ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები არიან უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ ნაკურთხნი. მათში არსებობს ადამიანთა კატეგორიები, რა თქმა უნდა, მთელი რიგი კატეგორიები, რომელთა აზრებიც პირადად ჩემთვისაც ზოგ შემთხვევებში და ხშირ შემთხვევებშიც ვიღაცეების კატეგორიულად მიუღებელი ყოფილა, ვიღაცეები ჩემთვის არიან დიდი ავტორიტეტები და დიდად დასაფასებელი პიროვნებები წმინდა სინოდში, მაგრამ როგორც მრევლ სარწმუნოებრივი მორჩილება მართებს იმ საკითხებში, რაშიც მორჩილება მართებს მართლმადიდებელ ქრისტიანს, მეც და თითოეულ ადამიანს, ვინც არის ეკლესიის წევრი. ეხლა ის ადამიანი ხო პიროვნება მეუფეშიო, გარდა იმისა, რომ დადგენილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის მიერ, ასევე სამართლიანობა მოითხოვს და აუცილებელია ითქვას, რომ ეს არის სრულიად ჯანსაღი ცნობიერებისა და ცხოვრების მატარებელი პიროვნება, ღირსეულად მოსული დღევანდელ დღემდე. სწორედ მე ვფიქრობ, ამიტომაც მოხდა უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის მიერ მისი გამორჩევა მოსაყდრედ. პატრიარქმა ისიც ბრძანა, რომ ეს წმინდა გიორგის ნება იყო და წმინდა გიორგი მასე ინებაო, აი დიდი ლოცვისა და ვედრების შემდეგ, რაც პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ხო? და მე ვფიქრობ, რომ მეუფეშიოს მიმართ არავის არაფერი ზედმეტი სალაპარაკო არ აქვს. და ეს ძალიან დიდი დანაშაულია და დანარჩენი ადამიანებიც ახლა ის ორი პიროვნება მეუფე იობი იქნება თუ მეუფე გრიგოლი თუ ვინმე სხვა არავით არის ესე იგი ვიღაცა შევა რაღაცაში ეთანხმებოდეს, ვიღაცა რაღაცაში შევა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ აი ეს ჩასაფრებულის ესე იგი განკითხველით, მისუმად საჯარო სივრცეში ესეთი განკითხვა მღვდელმთავრებისა, ესეთი შეურაცხმყოფელი ლაპარაკი, ხა მე ვისმენდი, ზოგი ამას ლანძღავს, ზოგი იმას ლანძღავს, ანუ ეს არის დიდი ცოდვა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ამას სჭირდება დიდი სინანული. და როდესაც ერში მრავლდება ესეთი ცოდვები, როდესაც ერში არის ამბოხებული დამოკიდებულება მწყემსების მიმართ, მღვდელმთავრების მიმართ, როდესაც ერში არის აი ესეთი შფოთიანი დამოკიდებულება, შემდეგ აქ ესეთ დროს არის ხოლმე რომ უფალი ერევა განსაცდელებითა და სასჯელის ფორმებით და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ რაც პირველ რიგში ისე ვიმეორებ გვმართებს ლოცვა და მორჩილება და ვიმეორებ საქართველოს ეკლესიის მოსაყდრე მეუფეშიოს არავის არ აქვს მასზე რაღაც ზედმეტი სალაპარაკო, იმიტომ რომ ეს არის ესე იგი ღირსეულად და ზნეობრივად მოსული პიროვნება დღევანდელ დღემდე საკმაოდ ღრმა სოფხედელობით, ცოდნით, თეოლოგიური განათლებით სუფთად ნაცხოვრები ადამიანი, ღირსეული ადამიანი, ანუ მე ახლა ვლაპარაკობ როგორც რაღაც მხარე და არავის მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის ცოდვილი შვილი და ვლაპარაკობ როგორც ცოდვილი შვილი. არ გვაქვს ჩვენ ზედმეტი ლაპარაკის უფლება, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ვალდებულებაც კი, რომ ვილოცოთ და ვევედროთ უფალს გამოიმდეს მისი წმინდა ნება და ჩემი სურვილი და ესე იგი თუ მიიღებთ ამას მოწოდებაც არის ის რომ დაშოშმინდეს ეს შფოთი, დაშოშმინდეს ეს განკითხვა და ესეთი შეუფერებელი ლაპარაკი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ეს ჩვენ პირველ რიგში დაგვაზიანებს სულიერადაც და შემდგომ ფიზიკურადაც. აი ამის თქმა მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მეც მე სხვას არც ვიტყვი და ვერც ვიტყვი. ნამდვილად ამომწურავი და ღირსეული პასუხია. ნამდვილად ჩემო ძვირფასებო უნდა მოვერიდოთ მაღალი სასულიერო იერარქიის პირების განკითხვას
წმინდა სინოდმა თავად იცის, ვინ უნდა გამოირჩიოს და ვის უნდა გადასცეს ლეგიტიმაცია, რომ გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი და ჩვენი ის გადაგვჩენია, რომ მორჩილად მივიღოთ მათი ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან არსებობს გარკვეული სუბორდინაცია, რომელიც მრევლმა უნდა დაიცვას სასულიერო პირებთან ურთიერთობისას, იქნება ეს მაღალი იერარქიის წარმომადგენელი თუ შედარებით დაბალი იერარქიის წარმომადგენელი. გეგა გასაგები ამ საკითხზე შევთანხმდით, ვისაუბრეთ. ახლა მე მინდა კითხვა დაგისვა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წინაშე ვითარდება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მშობლები ითხოვენ მედიკამენტებს ბავშვებისათვის. დაახლოებით 100 ბავშვზე არის აქ საუბარი. სახელმწიფო უარს აცხადებს მათთვის მედიკამენტის მიცემაზე. იმ პირობებში, როდესაც მთავრობა, ასე ვთქვათ, 500 მილიონ ლარზე მეტ პრემიას გამოწერს თავისი ხელქვეითებისათვის. აი, რამდენად ადეკვატურია ეს პროცესი, რომ 100 ბავშვს არ აძლევენ წამალს, წამლისათვის საჭირო თანხას. კი ბატონო, გარდა იმისა, რომ პრემია დანამატებს როგორ გამოსწერენ და რას ინაწილებენ ქართულ კაპიტალს ჩვენი პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ჯიბეებში, ეს საკითხი გვერდზე გადასადები არ არის, მაგრამ გვერდზე რომ დროებით გავწიოთ, ჩვენ რაც უყურებთ ეს ამ დღეების განმავლობაში, ანუ სახელმწიფო კანცელარიის წინ შეწუხებულ, დაზაფრულ, ლამის სასოწარკვეთას მიცემულ მშობლებს, სნეული ბავშვებისა და მეორეს მხრივ შიდა განხილვებს, რომ ესე იგი მდინარაძე გახდა რაღაცა სახელმწიფო მინისტრი ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საქმეში, რომ ეს არის ქართული ეროვნული სუვერენიტეტის გადარჩენის აუცილებელი წინაპირობა, რომ ესე იგი ქართული ოცნება იცავს საქართველოს მომავალს, რომ ყობახიძემ დღეს გამოაცხადა, რომ ესე იგი მომავალ არჩევნებშიო, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება, ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართო და ოპოზიციური ფანჩატურიო უკვე წაგებული და გარტყმულიო ჩემს წინაშეო ფაქტობრივად ესეთი რაღაცა თქვა მან და ესე იგი რომ თავისი თავმომწონე კეკლუცი პოზიციებით როგორც ამ პიროვნებას ზოგადად ახასიათებს პოლიტიკურად აი ეს პათოსი არ ნილდება, არ ჩერდება და ამის ფონზე ვხედავ კანცელარიის წინ ამ პროცესს. აი ამ კონტექსტში და ამ კუთხით რომ შევაფასოთ მოვლენები, რას ნიშნავს ეს თუ არა საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი ერის მიმართ სრულიად ცინიკურ, სრულიად აგდებულ, სრულიად აი ფეოდალურ დამოკიდებულებას, როდესაც მართველი ელიტა და გუნდი მხოლოდ სტატისტიკურ მასად და მხოლოდ ესე იგი იმ ადამიანთა რაღაცა კონგლომერატად განიხილავს ქართველ ერს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდა მოატყუოს, უნდა დაპირებებით ესე იგი აღავსოს, რომ შემდეგ მან მიანიჭოს მანდატი და მე ეს შემდგომი დანარჩენი 4 წელი ამ მანდატების წყალობით ის იმან უნდა ესე იგი საკუთარი ცხოვრება კიდევ უფრო მაღალ პედესტალებზე შემოდოს და კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ამ ქვეყნიური კეთილდღეობა და კომფორტი. აი თუ არა ეს დამოკიდებულება, რას ნიშნავს ეს? როდესაც ქვეყანაში გვაქვს შიმშილი, როდესაც ქვეყანაში გვაქვს ნამდვილად შიმშილი და რამდენიც არ უნდა იზახოს ყობახიძემ რომ სამლარად თუ 4 ლარად გაყიდინებთ, მე ხორცო ხო 10 ლარად რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცას უსმენთ წეღარ, ესე იგი მოკარი ყური მის გამოსვლას ერთ-ერთ არხზე, როდესაც აი ამ პიროვნებამ ასე და თან ცინიკური ღმილი რო დასთამაშებს, ხა წაგიყვან და ხორცს 10 ლარად გაყიდინებ და აი ასეთი პათოსით, ესეთი რიტორიკით, როდესაც ყობახიძე გველაპარაკება, იმის ფონზე რომ მართლაც გვაქვს შიმშილი, მართლაც გვაქვს გაჭირვება, მართლაც გვაქვს ემიგრაციის საშინელი პრობლემა და იცლება საქართველოს, ეთნიკური კატასტროფის წინაშე დგას საქართველოს, როდესაც საქართველოს ახსებულია მთელი რიგი ამ პრობლემებით და სასიცოცხლო გამოწვევებით, რომელსაც ეგზისტენციალურ კრიზისში აგდებს ჩვენ ერს და უქმნის ყოფნა არ ყოფნის დილემას, აი ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებულ ერს და ქვეყანას და არა ბიძინა ივანიშვილის პირად კანტორას. აი ამის ფონზე, როდესაც ესე ცინიკურ განცხადებას ვიცმენთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მართველი ელიტისგან, მართველი გუნდისგან და მართველი პოლიტიკოსებისგან. რა არის ეს თუ არა, აი საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი საზოგადოების დაცინვა და მათი გრძნობებისა და ინტერესების სრულიად ფეხქვეშ გათებლა პოლიტიკური ელიტის მიერ. და პოლიტიკური ელიტის მხრიდან არის თუ არა ეს ასე. აი ამ კითხვაზეა გასაცემი პირველ რიგში პასუხი. ამ კითხვაზეა განსასაზღვრი ქართველი ამომრჩევლისა და რიგითი ქართველის
ერთი ქართველი პიროვნების დამოკიდებულება ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებებისა და გემოვნებების გარეშე. ხო, რომ გვანაწილებენ ხოლმე შენ ეს ახალ შენ ნაცი, კოცი, ასე რომ დავყვეს. არა, როგორც ქართველი შენ პიროვნება, როდესაც აი ამ ყველაფერს ისმენ, როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, მართველი ელიტიდან აი ამ პათოსს და ამ რიტორიკას ისმენ, შენ ხარ თუ არა შეურაცხყოფილი. შენ გრძნობ თუ არა თავს დაცინულად. შენ გრძნობ თუ არა შენი ინტერესი და შენი ნებაა ფეხქვეშ გატენილი პოლიტიკური ელიტის მიერ. აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და თუ შენ ამაზე გაქვს დადებითი პასუხი და შენ თუ ადასტურებ იმას, რომ დიახ, ჩემი ნება და ინტერესები ფეხქვეშ არის გაწენილი და მე დამცინის ჩემი ხელისუფლება, მაშინ შენ გაქვს პიროვნული და მორალური ვალდებულება, ეროვნული ვალდებულება, სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი ვალი გაქვს, რომ წინააღმდეგე ასეთ პოლიტიკას, წინააღმდეგე გამოხატო პროტესტი, გამოხატო პოზიცია, პირველ რიგში სიტყვის დააფიქსირო შენი უარყოფითი აზრი და არ იყო იმ უკან დამდგარ პასიურ პოზიციაში, რადგან პასიური მოქალაქეები არიან მკმებოვნი ნაძირავალთა ხელისუფლებების. პასიური მოქალაქეები არიან ხელის შემწყობნი, აი ესეთი პოლიტელიტების, როგორებიც დღეს მართავენ საქართველოს და როგორებიც ანგრევენ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ ინტერესებს უთხრიან ძირს. აი ეს მორალური ვალდებულებაა დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ მას სწორი შეფასება მისცეს აი ამ ბოროტებას, რაც ქართული ოცნების სახითა და ფორმით დღეს საქართველოს თავზეა მომჯდარი. და აი ამას დაუპირისპირდეს ღირსეულად როგორც შეფერება ისტორიულ ქართველ ერს და საზოგადოებას. და მე ვფიქრობ, რომ აი ამაზეა ჩვენი ერთობა და კონსოლიდაცია სწორედ საჭირო და ამ პოზიციებიდან არის ჩვენი ერთობლივი აქტივობა და თანაბრძოლობა და თანამოქმედება საჭირო. რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და წერტილი დაუსვათ იმ ყოველ უმსგავსობას, რაც ჩვენი ერისა და ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშეა მომართული და რაც ყოველდღიურად ხორციელდება ამ მართველი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გუნდის მიერ და მხრიდან. აი ეს არის ამ კითხვაზე ჩემი პოზიცია, ჩემო მეგობრებო და პატრიოტულო საზოგადოებო. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ კარგად ვიცით, არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაღებულა ამ თემის შესახებ, როგორ გამალებით იცავენ თვით ცხოველებიც კი თავიანთ ჩვილებს, ხო? ეს არის ინსტინქტი, რომელიც ცხოველშიც კი არის ჩადებული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოაზროვნე არსება ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა საკუთარი შვილის ინტერესები იქნას დაცული და საკუთარი შვილის სიცოცხლე იქნას გადარჩენილი. მე ხელისუფლებას მოუწოდებ, ნუ გაამწარებთ ამ მშობლებს, თორემ აი ამ გამწარებული მშობლების რისხვა გადაგთელავთ თქვენ და ჩამოგაცილებთ ხელისუფლებიდან. ჩემი სრული მხარდაჭერა მშობლებს, მათ შვილებს, რომლებსაც სჭირდებათ ეს მედიკამენტი და მართლაც აი როგორი უტიფარი უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც გამოდის და აცხადებს, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, ჩვენ ამას ვერ დავაფინანსებთ, როგორ არ არის ფული, მაგრამ ის ფული მიდის მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ჯიბეებში და მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინტერესების მსახურებას ემორჩილება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ როცა ქვეყანაში არის ასეთი გაჭირვება, როდესაც ადამიანებს არ მიუძლებათ ხელი მედიკამენტებზე, ელემენტარულ სურსათზე, ვერ ახერხებენ კომუნალური გადასახადების გადახდას, ვერ ახერხებენ სამოსის შეძენას, ვერ ახერხებენ სატრანსპორტო ტალონების შეძენას. შეიძლება პარლამენტარს 16,000 ლარი ქონდეს ხელფასი? ეს ნორმალურია? რას აკეთებს ის პარლამენტარი უფრო მეც ვიდრე ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, რა ვიცი, მეხანძრე, პოლიციელი, ჯარისკაცი? რატომ აქვს პარლამენტარს 16,000 ლარი ხელფასი? არგუმენტი ეს არის, რომ იმიტომ აქვს მაღალი ხელფასი, რომ ფული აღარ მოიპაროს, იცით რას გეტყვით? პარლამენტში შესვლის ღირსი არ არის ის ადამიანი და ზოგადად მთავრობაში მოხვედრის ღირსი არ არის ის ადამიანი, ვისაც თვალი მოპარვაზე უჭირავს. არ არიან ასეთი ადამიანები მთავრობაში მოსვლის ღირსნი. მადლობა გეგა ამ პოზიციისთვის. თუ შეიძლება ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვოთ, თუ არის ვიდეო, სადაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამ პათოსით ესაუბრება თავის ერს და ქვეყანას, ჩვენ გვინდა რომ ესე იგი ქართულ ხალხს, ვინცაც ეს არ უნახავს, ნახოს და მე შეფასება მისცეს. ეს არის აუცილებელი. შეფასებაა სწორი და ანალიტიკა და აზროვნება გვჭირდება. ფართო ჩვენი განსვენებული პატრიარქი ბრძანებს ანალიტიკური აზროვნება უნდა ვიქონიოთო და აი ამ მოვლენებს ჭირდება ანალიზი და ანალიტიკა, როგორ გველაპარაკება ელიტა და რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ და თუ შეიძლება და თუ არის მზად ეს ვიდეო, იქნებ ვანახოთ ჩვენს მსმენელთა და მაყურებელს რა. მე გავყიდენებ კონვერტულ ფაში. რამდენშია თქვენ მითხარით და მე შეგესწავლე. მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ბორის რბილ ხორცს გავყიდენებთ 9 კილოგრამს 10 ლარში.
სატყიდულოდ ბატონო ვირაპე აუც ამდენი სადნახულობ 9 კილოგრამს გაგიდინებთ 10 ლარში სააკონის რბილი ხორცი ყოლის რბილი ხორცი 10 ლარად გაგიდინებთ თქვენით 40 გითხარით და მივალთ აი წაგიყვანთ მაღაზიაში პირობა გაგიდინებთ კი ბატონო ჩვენ ვიყიდით 10 ლარად ახლა გაჩვენებთ როგორც კი დასრულდება ჩაწერა გაჩვენებთ ფასებს მათ შორის ვებგვერდზე და შეიძლება ჩემო ზურფასებო აი ეს კაცი არის საქართველოს პირველი პირი რომელსაც ჩემ და სამარცხვინოდ ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი დიდი განსხვავებული სასმისებით ადღეგზელებს ხოლმე როგორც ერის გადამრჩენს და სამშობლოს მოამაგე კაცი. სამშობლოს მოამაგე კაცი კი არა. ჩვეულებრივი უტიფარი მატყუ არა. სად უნდა შეიძინოთ დღეს 9 კილოგრამი ხორცი 10 ლარად. აი დღეს მაგალითად დედაჩემმა 1 კილო ხორცი შეიძინა 37 ლარად. კარგად ვიცით როგორია ჩვეულებრივ სურსათზე ასე ვთქვათ დაწესებული გადასახადები და ფასები, ხო? აი შეიძლება რომ ესე საზოგადოებას ესე თვალებში უყურებდე და ესე უტიფრად ატყუებდე. ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა და ჩემი ამოცანა არასდროს არ ყოფილა ვიღაცის უაზროდ გაკრიტიკება და ვიღაცის წაგება. ამისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ აი როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება და როდესაც დგებიან, თვალებში გვიყურებენ, მაგრამ აი ესე უტიფრად გვატყუებენ, აქ მე მგონი საზოგადოება მართლა ხმა უნდა აღიმაღლოს. ახლა ამასთან დაკავშირებით მე მინდა კითხვა დაუსვა გეგახვედელიძეს საზოგადოების მხრიდან ხმის ამაღლებასთან დაკავშირებით. პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალბატონი ირმაინაშვილი გამოვიდა ერთ-ერთ გადაცემაში და აღნიშნა, რომ ძალიან მალე პატრიოტთა ალიანსი და მის გარშემო შემოკრებილი ორგანიზაციები დაიწყებენ სათათბიროების შექმნას, სადაც რიგითი ადამიანები განურჩევლად პროფესიისა, განურჩევლად ასაკისა შევლენ ამ სათათბიროში და საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ და ეს არ იქნება ლაპარაკი ლაპარაკისათვის, ეს იქნება საუბარი მოქმედებისათვის, ხო? როგორ შეაფასებთ პატრიოტთა ალიანსის გეგმას საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით? თხოვთ შეაფასოთ აღნიშნული ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ დღეს აი რაც ჩვენთვის ყოველთვის ამას ვიმეორებ და ამის ღრმად მწამს და იმიტომ ვიმეორებ ამასაც. პოლიტიკური პოპულიზმიდან ლაპარაკი ზოგადად ჩემი ღირსებისთვის და ჩემი მსოფლმხედველობისთვის ყოველად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია საკუთარი სინდისისა და თავისთვის. მე არასდროს არ ვსაუბრობ მე ისე რომ აი ამითი მე რაღაც ქულები დავიწერო და ზოგადად მე ქულები არასდროს არ მაინტერესებს. ანუ არც პოლიტიკური კარიერა და ასე შემდეგ. მე სულ სხვა პრიზმიდან ვცდილობ რომ ზოგადად ამ ცხოვრებას უყურო. ანუ საკუთარ თავზე ლაპარაკიც არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ამუშავული პრინციპი არის სიმართლე და დამთავრება. რაღაც მომენტებში მიწევს რაღაცეების დაკონკრეტება და განსაზღვრა, იმიტომ რომ ესე იგი განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ისე ხა მაინც და მაინც რო გითხათ რომ ესე ხალხი ასე მოდის და მაკრიტიკებს მეთქი არა პირად ცხოვრებაში, მაგრამ აი ამ სოციალურ ქსელებში ვადევ მე ხალხს შესაძლებლის პოზიციებიდან, რომლებიც წერენ სრულიად შეურაცხმყოფელ ამაზრზენ კომენტარებს იმ გაგებით, რომ ესე იგი ცილის წამება ეს არის უმძიმესი ცოდვა, უდიდესი დანაშაული ადამიანისა. და როდესაც ესე იგი ანტონი დიდი ამბობს, რომ ესე იგი გველებსა და მორიელებს შორის გერჩინოს ყოფნა, ვიდრე ცილის მწამებელ ადამიანთან და როდესაც ესე იგი გამოდიან და რაღაცეებს გვაბრალებენ და პირადად მეც მაბრალებენ. აი ეს არის შემთხვევით ყოველად მიუღებელი და მე ამაზე არ ვაპირებ რომ ესე იგი თავი გავჩუნდე და თავის მართლების პოზიციიდან ვილაპარაკო. აი ამიტომ მიწევს ეს რაღაცების დაკონკრეტება, მაგრამ ესე იგი მე ღრმად მწამს და მე ვიძახი, რომ ჩვენი გუნდი ის პოლიტიკური ერთობა, რომელიც დღეს ჩვენ ვართ წარმოდგენილი, სწორედ არის ის ძალა და ვართ ის ერთობა, პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია საქართველოში რეალური ცვლილებების მოტანა. ანუ ჩვენ მართლა წარმოვადგენთ ისეთ ძალას, რომელსაც აქვს იმ ფასეულობა და ერთგულება, რაც არის ღვთის სამშობლოსა და მოყვასის მიმართ მსახურებისადმი განცდისა და ესე იგი ამ პრინციპებით ცხოვრების დიდი მოწოდება და სურვილი. მე თავს არ ვიმქები იმ გაგებით, რომ ესე იგი ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ პიროვნული ჩვენი ღვაწლითა და მადლმოსილებით, არამც მე
ასეთი ხიბლის მდგომარეობაში არ ვიმყოფები, მაგრამ იმის თქმა მე შემიძლია რომ ჩვენში არის ეს ნება და მზაობა, რომ ჩვენ ეს განვახორციელოთ და სწორედ ამისათვის რომ ეს ნება და მზაობა გამოვლინდეს და ცოცხალი და ქმედითი გახდეს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ერთობა, კონსოლიდაცია და მხარდაჭერა, ანუ ადამიანთა ჩართულობა გვჭირდება ამ პროცესში. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ბევრნი და უფრო ქმედითნი ამ პროცესში და მოქმედებებში. აი სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი მოწოდება, რომ უნდა გამოვიდეთ ამ სოციალური ქსელებიდან, უნდა გამოვიდეთ რაღაც ინტერნეტ ვირტუალური აქტივიზმიდან და ეს უფრო ცოცხალი და ქმედითი უნდა გავხადოთ და სწორედ ამიტომ იგეგმება ჩვენ მიერ აი ამ დიდი სათათბიროების შექმნა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ჯერ ამ ჩვენს ოფისში მოსვლა საზოგადოების დაპატიჟებას, მათთან ერთად საუბარს, განხილვას, რომ შევიმუშაოთ იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, სტრატეგია, იმ ყოველივესი, როგორ უნდა წარმართოთ ქართული პოლიტიკა, როგორ უნდა გავაცოცხლოთ ქართული პოლიტიკური პროცესი, როგორი სახელმწიფო უნდა ვაშენოთ, როგორ უნდა წარმართოთ ქვეყნის და ზოგადად ჩვენი პოლიტიკური აქტივიზმი და მოღვაწეობა. ჩვენ არც იმას არ ვაპირებთ, რომ ესე იგი ჩვენ დირექტივებით ვესაუბროთ საზოგადოებას. ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებასთან ერთად შევიმუშაოთ მოქმედების სტრატეგია, მოქმედების გეგმა და ის მიზნები და ამოცანები ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ, რასაც გავაკეთეთ შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს მოწოდება, რომ მოდით ჩვენთან გამოგვეხმაურეთ, დაგვიდეგით გვერდში, შევქმნათ ერთობლივი ძალა, ერთობლივი სახალხო ეროვნული ის ერთობა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ რომ საქართველოს გამოვიხსნათ და გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან და პოლიტიკური ჩიხიდან, რაშიც შეიყვანეს საქართველოს ამ მმართველმა ელიტებმა და პოლიტიკოსებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეროვნული ხელისუფლების, ესე იგი პუჩისტური დამხობის შემდეგ დღევანდელ დღემდე რა ხელისუფლებებიც მართავენ საქართველოს, მათი ზოგადი პოლიტიკა მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ყოველივე ანგრევს და ძირს უხტხრის ქართულ სახელმწიფოებრიო და ეროვნულ ინტერესებსა და მომავალს და პერსპექტივებს. აი სწორედ ამის შეცვლის მზაობა და სურვილია ჩვენში. და ამისათვის მოგიწოდებთ რომ დადგეთ ჩვენს გვერდში, გავერთიანდეთ ჩვენ, გამოვაცხადებთ მალე მზაობას იმისათვის რომ მობრძანდეთ ჩვენთან, შევქმნათ ეს სასტატებიროები და ერთობლივი განხილვით, ერთობლივი მსჯელობით, ურთიერთ თანამშრომლობისა და დიალოგის პრინციპით ჩვენ შევიმუშავებთ სწორედ იმ მოქმედების გეგმას, შევიმუშავებთ იმ სტრატეგიას და ჩამოყალიბდებით იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რაც როგორ და რანაირად უნდა განვახორციელოთ. საშუალებებზეც ვიფიქრებთ და მიზნებზეც ვიფიქრებთ ერთად და თქვენთან ერთად შევიმუშავებთ აი ამ ყოველივეს, როდესაც ჩვენ ამას ძალიან მალე გამოვაცხადებთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ძვირფასო მხარდამჭერებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 1000 გზის თქმულს. საუბრით განშით იწყება წინამდებარე პროცესის შექმნა მოქმედების დასაწყებად. მე მოუწოდებ თითოეულ ღირსეულ ადამიანს, პატრიოტს, არ აქვს მნიშვნელობა ის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალია თუ რიგითი გულანთებული ქართველი, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. მობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა ამ სათათბიროს ჩამოყალიბებაში, მის ფუნქციონირებაში. თითოეული თქვენგანის ზალა ამ სათათბიროში მნიშვნელოვანია. ვინაიდან აღნიშნულმა საბჭომ უნდა განსაზღვროს ის სტრატეგია თუ როგორ უნდა იმოქმედოს შემდგომ ეტაპზე ეროვნულმა ძალებმა. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მობრძანდეთ ამ საბჭოში და აფიქსიროთ თქვენი პოზიციები, თავად იყოთ ინიციატორი მოქმედებისა და მაშინ, როდესაც ჩვენ ხალხი ხშირად გვამონათებს იმის გამო, რომ მხოლოდ ლაპარაკობთ და არ მოქმედებთ, აჰა ბატონო, ჰაბურთი და ჰამოედანი. მობრძანდით, მონაწილეობა მიიღეთ ამ საბჭოს ფუნქციონირებაში და ერთად განსაზღვროთ ჩვენი სამომავლო მოქმედებები. მადლობა გეგა. როგორ ფიქრობთ, ეს საბჭო რამდენად ეფექტურად გაართმევს თავს დაკისრებულ მისიას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება და მისი, ესე იგი, მოღვაწეობა იქნება აი ამ დიდი ერთსულოვნებითა და მიზანდასახულობით წარმართული, ანუ თუ ჩვენ დავინახავთ და ვიგრძნობთ ერთობლივ ძალას, საერთოდ ადამიანთა შორის ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა დაწყებული საქმის
სწორად წარმართვასა და ამ პროცესში იმედგაცრუებების. აი რატო ჩვენი ოპოზიციის მაგალითები მოვიყვანოთ, აი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის. რანაირად მოქმედებდა ყოველთვის და როგორ მოქმედებს ქართული ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რაც დღეს პოლიტიკურ ველზე ტივტივებს, ხო? აი ეს ხალხი ზოგადად დღევანდელ დღემდე ყოველთვის ასე მოდიოდა, რასაც მე უყურებ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობაში. ანუ დაიწყებდა შექმნიდა მუხტს, შექმნიდა ემოციას, შექმნიდა პროცესს ვითომ ალბათ და შემდეგ შუაგზაზე ტოვებდა ხალხს, შუაგზაზე აქცევდა ზურგს ხალხს. იშლებოდნენ, იფანტებოდნენ, ერთმანეთს უწყე. ეხლაც ესე კოალიცია თუ ალიანსი შოქმენითო რო იძახიან. მუდმივად ერთმანეთის დაჭმაში, მუდმივად ერთმანეთის რაღაც კომპრომატებზე ლაპარაკობენ, წამოსაძახებელია ხა, მაგათ თავისთავად ძალიან ბევრი აქვს კომპრომატები და ერთმანეთზე წამოსაძახებელი. იქ ისეთი საზოგადოებაა ზოგადად შეყრილი და შეკრებილი ამ მათ ელიტაში ხა ზურაბ ჯაფარიძეზე და გვარამიაზე და ესეთ ჩორგოლეიშვილი და ბოკერია და ესეთ პიროვნებებზე მაქვს საუბარი. ცხადია მათ აქვთ ერთმანეთზე სალაპარაკო და აი ეს ხალხი მუდმივად ერთმანეთის დაპირისპირებაში და ხალხი სასწარკვეთილ განცდაში არის მე იმიტომ რომ ხედავს აი ამ ნიჰილისტური გრძნობა და განწყობა ეუფლება ხოლმე რა და ეს ლოგიკური ბუნებრივია და ესეც უნდა იყოს არ შეიძლება მაგნაირი ხალხის იმედი ქონდეს ჩვენ საზოგადოებას იმიტომ რომ ასეთი ხალხი როდესაც სათავეა მღრიე შემდგომი ვერასდროს ვერ იქნება სუფთა და კამკამა წყალი ხო და აქედან გამომდინარე თუ ჩვენში იქნება ეს ნამდვილი მიზანდასახულობა ნამდვილი აქტივიზმი იქნება რწმენა ღვთისა და იქნება სიყვარული სამშობლოსი და ერთმანეთისა მე ვფიქრობ რომ ამას აუცილებლად ნაყოფი კეთილი ექნება და ჩვენ ბრძოლას და აქტივობას შედეგი აუცილებლად ექნება და სადაც 2 და 3 ღვთის სახელით მათ შორის უფალია და თუ ჩვენ ჭეშმარიტი ორიენტირების ირგვლივ შევძლებთ გაერთიანებასა და კონსოლიდაციას ღვთის შეწევნითა და წყალობით მე მჯერა რომ ჩვენი საქმეს ღვთის სათნო ნაყოფი ექნება და მთავარიც ეს არის იმიტომ რომ მე ვიმეორებ ყოველთვის და კვლავ გავიმეორებ რომ მიზანი და ამოცანა ჩვენთვის ყოველთვის რა თქმა უნდა ღვთის სათნო ყოფა და სასუფეველია და აქედან გამომდინარე მოქმედება მე დანარჩენ ყველა ასპარეზზე. როდესაც მიზანია განსაზღვრული და იცის მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავარი ორიენტირი და ამოცანა და დანიშნულება მისი მყოფობისა, რისთვის ის იბრძვის და რისთვის მოქმედებს, რომ სათნო იყოს ღმერთს და დაიმკვიდროს ზეცათა სასუფეველში, მაშინ ყოველივე შემდგომი განსაზღვრული და თავთავის ადგილზე დაალაგებულია და როდესაც ახლა შენ ბავშვობის ფინანსური ოცნებები გაქვს აღსასრულებელი და გინდა რომ მანდატი ჩაიჯიბო რომ მე დიდი პრემია დანამატები დაიწერო ან უცხოეთში მრავალ ქვეყანაში მოგზაურო ხელის არ მოგემართება და ხალხთა წინაშე გაშიშვლდება შენი საქმეები და წარმოჩინდები შენი სამარცხვინო სახით. მე არავის უკეთესი ჩემი თავი პიროვნულად არ მგონია, მაგრამ ვიმეორებ ისევ და ისევ, რომ მიზანი და ორიენტირი რაც ჩვენ გვაქვს და ამოცანები რაც ჩვენ გვაქვს შინაგანად გვწამს რომ ეს ასია და ღმერთის შეწევნითაც მჯერა რომ რა თქმა უნდა ლოცვით ერთმანეთს უნდა მოიხსენოთ ლოცვებში, მაწყებლები და მაგინებლებიც უნდა ვაკურთხოთ და დავლოცოთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა და ყოველივეს შეუნდოთ და ვაპატიოთ და არავითარ შემთხვევაში მტრობა არ უნდა იყოს ჩვენ შორის არამედ ჯანსაღი მხილება, ქრისტიანული მხილება და ქრისტიანული მოქმედება, ქრისტიანული პოლიტიკის წარმოება. ღმერთი სხვანაირად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერში მოღვაწე პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა სახის აქტივისტი და მოღვაწე ადამიანი არ დაეხმარება და არ შეეწევა თუ მას ეს ყველაფერი გასწორებული არ ექნება. სახარებისეულად უნდა ვიცხოვროთ, ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, ძალისაებრ, ლოცვით, შრომით, ურთიერთ სიყვარულსა და ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით. აი ეს არის ჩვენი, ესე იგი, გზა და ამოცანა და ყველაფერი ის რაც ამაში მდგომარეობს. უშინ ერთ ჩემი და გეგას ზვირფას თანამებრძოლს და უფროს მეგობარს ვესაუბრებოდი და იქ საუბარში ამ ბატონმა ამ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივსემ და ძალიან მიყვარს, აღნიშნა ასეთი რამ, რომ ადამიანს ხშირად აქვს ძალიან არაბუნებრივი შეფასება საკუთარი თავისა, საკუთარი შესაძლებლობებისა. ბუნებრივია ყველა ადამიანს აქვს საკუთარი რესურსი, იქნება ეს ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი, იქნება ფინანსური, მატერიალური თუ ასე შემდეგ, მაგრამ არის ხშირად მომენტები სამწუხაროდ ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ძალიან არასწორად აფასებს საკუთარ რესურსს და გონია რომ თავად შეძლებს ლიდერობას, თავად იქნება ასე ვთქვათ ყველაფრის წამომწყები და წინამძღოლი და ვარდება ზუსტადაც რომ აი იმ ხიბლის მდგომარეობაში რომელიც პირველ რიგში სულისათვის არის დამღუპელი. და ამ ბატონმა ამ ჩვენმა ზურფასმა მეგობარმა ახსენა ასეთი ტერმინი ადეკვატური თვითშეფასება. ჩვენ უნდა გქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ვერც მე, ვერც გეგა
ვერც ცალკეული ადამიანი დღეს საქართველოში ვერ შეძლებს ერის გამოფხიზლებას და ერის მამობას და მის წინამძღოლობას. ამ ფიქრისგან ჩვენ ძალიან შორს ვართ შემოძვირფასებო და არ გვაქვს ესეთი განდიდების მანიით შეპყრობილი ფიქრები. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მაგრამ ჩვენ რას ვცდილობთ? ჩვენ ვცდილობთ, რომ ის რესურსი, რომელიც ჩვენში დაგროვდა, ის გამოცდილება, ის მცირე გამოცდილება, თუნდაც 33 წლის მე ვარ და 34 წლის გეგა არის. ის მცირე გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა ჩვენს უფროს თაობასთან ერთად და ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ბატონი დავით არხანმოურავი, ქალბატონი ირმა ინაშვილი, ბატონი ოთარ ჭითანავა, ქალბატონი ირმა ცხორაგაული და აი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხო? თუნდაც მაგალითად ჩვენი მეგობარი ბატონი ბექა თავბერი კაპანაძე, რომელიც არის ჩვენი თანამებრძოლი და რა ვიცი, აი მართლა მამას ავიზრუნავს ჩვენზე, ხომ? აი ამ ადამიანების გამოცდილება დაგროვდა და ამ ადამიანების გამოცდილება შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული. და ამ პროცესში უნდა ჩაერთოს თავად ქართული საზოგადოება და ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელი. მე სანამ ამ სათათბიროს იდეა გაჩნდებოდა სხვათა შორის ბატონ ლევან ჩაჩუასთან ერთად წლების წინ, მაშინ 23 წლის გახდით, ბატონი ლევანი სულ მეუბნებოდა, რომ თორნიკე, შენ თუ აპირებ სამომავლოდ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნას და შენი ღირსეული სიტყვის თქმას, ყოველთვის გახსოვდეს, რომ პოლიტიკურმა წრეებმა ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სამეცნიერო წრეებთან. ძალიან მჭიდროდ. ვინაიდან სწორად გამიგეთ რა, არც მე, არც გეგამ და არც სხვა პოლიტიკოსებმა ნამდვილად არ იციან, როგორ უნდა მოეწყოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სისტემა. ეს იციან პროფესიონალმა აგრონომებმა, პროფესიონალმა სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა და ჩვენ მათ უნდა მოусმინოთ. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი კომპეტენციები გეგას ისტორიაში, მე ვთქვათ, ევროპის ისტორიასა და განათლების პოლიტიკის მიმართულებით და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამაჩნია, ხო, გამოცდილება. ამიტომ ადეკვატური თვითშეფასება არის ის ბუნებრივი, ის ძალიან ნორმალური მომენტი, რომელიც ჩვენში უნდა აღმოცენდეს. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. დიდი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი ამბობდა, ადამიანი წილადია, რომლის მრიცხველი მისი ნამდვილი შესაძლებლობებია, ხოლო მნიშვნელი კი აზრი საკუთარ თავზე. ეს რას ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ სიგიჟემდე არ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი თავმოყვარეობა, მაგრამ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი. ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ საკუთარ თავს, მაგრამ არ უნდა გქონდეს გადამეტებული, გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ. ჩვენ რეალისტურად უნდა ვაფასებდეთ ჩვენ შესაძლებლობებს. ქართველები ლიდერი ხალხი ვართ ბუნებით, ქარიზმატული ხალხი ვართ და გვიყვარს ეს ინიციატივის გამოჩენა და წინა ხაზზე ბრძოლა. ღმერთმა გაგვიმარჯოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ სათათბიროში თუ ზოგადად ერის ცხოვრებაში არსებობდეს ისეთი მოცემულობა, რომ ყველას მიეცეს თავისი ასპარეზი, თავისი გამოცდილებისა და იმ ნიჭის მიხედვით, რომელიც მას გააჩნია. და ახლა მივადექი ერთ მნიშვნელოვან საკითხს გეგა. ვინც არ იცის, მე გეტყვით, რომ 14 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი მე და გეგა ხვედელიძე. მქონდა არაერთი ორგანიზაცია, ვეწეოდით საგანმანათლებლო საქმიანობას, რაც ძალიან ტკბილად მახსენდება და მინდა რომ ეს საქმიანობა ისევ განახლდეს. მონაწილეობას ვიღებდით არაერთ საპროტესტო აქციაში და ვცდილობდით ჩვენ გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდების წყალობითა და მეცადინეობით ხალხის გამოფხიზლებას. მონაწილეობას ვიღებდით არჩევნებში, ვიყავით ჩართული პოლიტიკურ პროცესში. აი გეგა ამ გამოცდილების მიხედვით რა როლი ექნებათ მაგალითად თუნდაც ამ სათათბიროში ახალგაზრდებს და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესებში? ზოგადად საზოგადოების წარმმართველი ძალა პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, ინტელექტუალური სულიერი რესურსი, სულიერი და ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ ქმედითი ძალა, რომელიც ესე იგი საზოგადოებაში ქმედით ნაბიჯებს დგავს და რეალურ ცვლილებებს იწვევს, საერთოდ ყოველთვის ხდება ახალგაზრდა, ხო? ვისაც ენერგია აქვს, ვისაც მოტივაციას დიდი აქვს უკვე შეძენილი, იდეალიზმი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ხა ბუნებრივია ეს რა. და ნებისმიერ პროცესში ახალგაზრდათა ჩართულობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ არა იმ ფორმით და არა იმ როგორც ეს რაღაცა ლიბერალურ ფლანგს როგორც უნდა
რაღაცნაირი უსახური კლასტერი შექმნა ამ ახალგაზრდებისაგან და აი ამ ეს დაგვანახოს საქართველოს მომავალად, რომელსაც არავით არ იბმა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ფესვებთან არ გააჩნია, ესეთ ახალგაზრდებზე რა თქმა უნდა ჩვენ არ ვლაპარაკობთ და ღვთისმადლთა წყალობით ჩვენ ერში და საზოგადოებაში მოიძებნებიან ისეთი ახალგაზრდები, ვისაც გააჩნია სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მოყვასისა, ვისაც გააჩნია ცხოვრების სწორი ორიენტირები, ფასეულობები, გააჩნია საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა, როგორც აგერ თორნიკე ლაპარაკობდა წეგან და არც რაღაც ზედმეტზე არ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს ზედმეტი პრეტენზიების გარეშე და ზედმეტი ამბიციების გარეშე ახალგაზრდული ცხოვრებისთვის დამახასიათებელია მაღალი ზოგადად იმაზე მაღალი თვითშეფასება რიგ შემთხვევებში, ვიდრე ადამიანს შეიძლება კონდეს ადეკვატურად, მაგრამ მაინც მეტნაკლებად, როდესაც ადამიანი რწმენაშია მოწული, მან იცის მეტნაკლებად საკუთარი დაცემების შესაძლებლობას ასეთ ვიზე საზღვრავს და იცის ის ბრძოლის ველი როგორი გამოწვევებითაა სავსე. როდესაც ჩვენ გვახსოვს რომ ესე იგი ჩვენი მტერი როგორც პავლე მოციქული ამბობს არასისხლი და ხორცი არამედ ცისქვეშეთი ბოროტის სულები, ანუ ბრძოლა ჩვენ ეშმაკთან გვაქვს პირველ რიგში, ხო? მაშინ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ რომ ესე იგი საკუთარი თავები დავიმდაბლოთ და ღმერთის მყოფობის განცდა შევიძინოთ ჩვენს ცხოვრებაში და მისი განგებულების მიხედვით წარმართოთ ჩვენი ცხოვრება და თუ აი ასეთი განწყობით ვიქნებით ჩვენ, რა თქმა უნდა ახალგაზრდები, რომელსაც ექნებათ ეს სამშობლოს სიყვარული, ღვთისრწმენა და ეს ერთსულოვნება, უდიდესი გარდამტეხი ცვლილებების მოტანა შეძლებენ ასეთი ახალგაზრდები, ღვთისრწმენითა და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ახალგაზრდები ჩვენი ერის ცხოვრებაში და ოდითგანვე ეს ასეც იყო. მაგრამ რა თქმა უნდა აქ ყველანაირ ასპარეზზე რა თქმა უნდა უმთავრესი რაც მე წეგან ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი არის ის ფასეულობათა სწორი იერარქია, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ ახალგაზრდებში ვიღაცებმა აი ფერადი რევოლუციებითა და სხვადასხვანაირი საგანმანათლებლო თუ სხვა სახის რეფორმებით შეეცადნენ რომ ჩვენ ახალგაზრდებში ესე იგი გულიდან ამოეგლიჯათ ჭეშმარიტი ორიენტირები, ფასეულობები და რაღაც ხვებზე გაემახვილებინათ მათთვის ყურადღება, ხო? ჩვენს ახალგაზრდებზე, მაგრამ ეს ვერ შეძლებენ ბოლომდე დიდება და მადლობა ღმერთს, არსებობენ ჩვენ შორის ღირსეული ახალგაზრდები, ღირსეული საზოგადოების შვილები, ღირსეული ქართველები და ჩვენ მათაც და თითოეულ ქართველს მოუწოდებთ ერთსულოვნებისკენ, საერთო საქმისთვის გაერთიანებისკენ და ერთობლივი მიზანდასახული ბრძოლისა და აქტივიზმისკენ, მოღვაწეობისკენ, რათა ვემსახუროთ აი იმ ჭეშმარიტ ფასეულობებსა და იდეალებს, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი ქართველები და როგორც გვიანდერძვა ჩვენმა სულკურთხეულმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთის სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულითა და აი ამ ყოველივეთი განვახორციელოთ ჩვენი მარადიული ქართული იდეა, როგორც დაგვიბარა ჩვენმა უწმინდესმა და ამაში შეგვეწიოს უფალი, ამაში გაგვაერთიანოს, ამაში განგვამტკიცოს ღმერთმა და ყველას როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ვართ ასონის სხეულში, ქრისტეს სხეულში და თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჯგუფს თუ ასე შემდეგ, ყველას თავისი ფუნქცია და ადგილი აქვს. აი ამ სხეულში. ჩვენ ვართ ასონი ღვთის სამეფოს აღსაშენებლად, ღვთის სასუფეველის აღსაშენებლად, აი ამ ქრისტეს მისტიურ სხეულში, დედა ეკლესიაში. და ამიტომ ვინც სად რა პოზიციაზე დაადგენს უფალი ჩვენი და ვის სად რა ადგილზე განამწესებს, ხო? ეს ღვთისნებაა და ღვთისგანგებაა, მაგრამ შენ სადაც დაგადგენს, იქ უნდა იღალწო კეთილად. ახალგაზრდას თავის ფუნქცია აქვს, მეცნიერს თავის ფუნქცია აქვს, ჯარისკაცს თავის ფუნქცია აქვს, ტელეწამყვანს თავის ფუნქცია აქვს, მეცნიერს იქნება ეს ექიმი, იქნება კოსმონავტი, ყველა სხვა, მაგრამ ყველა სადაც იქნება, ისევ პავლეს სიტყვებით გინდა სჭამდე თუ გინდა სვამდე თუ რასაც აიქმოდე, ყოველთვის ყველაფერს სადიდებლად ღვთისა იქმოდე და ეს არის საქართველოს გადარჩენის გზა. ყველაფერი ვაკეთოთ ღვთის სადიდებლად და ღვთის სასუფეველის დასამკვიდრებლად იმ პოზიციაზე და იმ არდალზე, სადაც განგვამწესეს და დაგვადგენს უფალი. ამაში ღმერთი შეგვეწიოს. ჩემო ძვირფასებო, სულ რაღაც 1 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და მე მინდა ძალიან ისე სწრაფად მოკლედ მივმართოთ ჩვენს ახალგაზრდებს, შრომითი მამლუქობისთვის ვართ დღეს ჩვენ განწირულნი. ჩვენ გვიწევს საკუთარი სამშობლოს დატოვება და სხვაგან შრომა იმისათვის რომ თავი გადავირჩინოთ და ასე რომ არ მოხდეს შემოძვირფასებო და გქონდეს ნორმალური განათლების მიღების საშუალება, არავინ არ წაგვართვას უმაღლესი განათლების მიღების საშუალება. ის პროფესიული განათლებას მივიღოთ და უმაღლესი განათლებას მივიღოთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია თანამედროვე სამყაროში. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს და ჩვენ არ დავკარგოთ განათლების საშუალება, ჩვენ
არ დავკარგოთ საკუთარ სამშობლოში ნორმალური შრომის საშუალება, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, მადლობა ტელერადიო მაუწყებელ ობიექტებს, მადლობა ჩემს სტუმარს, ჩემს მეგობარს გეგა ხვედელიძეს და მადლობა თქვენ ჩვენო ძვირფასო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით, გემშვიდობებით. დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ სამშაბათამდე.